بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعهم بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. الله يسألو بزمبو ჩვენ დღეს ვიწყებთ მეორე თავს რიადუს სალიხინის მართალთა ბაღების იმამ ნავავის წიგნს, რომელიც ეხება ბაბუ ათ-თაუბა. მონანიების თავი. მონანიების თავი ძმებო არის აუცილებელი თავი. რატომ? იმიტომ რომ მონანიება ისლამში არის ვაჯიბი. მონანიება ნებისმიერ წოდისგან არის ვაჯიბი ჩვენთვის, როგორც ალლაჰმა თქვა და ეხლა წავიკითხოთ ჩვენ აიათებს და ჰადისებს. ბევრი ხალხი ამბობს მე ვნანობ, მე თაუბას ვაკეთებ, ან ზოგი ეძახის თაუბა ასტაღფირულlah, ეგრე ეძახის. ეს არ არის თაუბა. ეს არ არის თაუბა. თაუბას აქვს თავისი შურუდები, თავისი პირობები. რა არის აუცილებელი თაობის დროს, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა მართლა გვაპატიოს ჩვენი ცუდი საქმეები. დღეს ალლაჰის წყალობით დავისყიდით. იმამ ნავამა, ალლაჰ მაგი შეიცვალოს თქვა, ყალა ულამაუ ალიმამ თქვეს, ათ-თაუბათუ ვაჯიბათუნ მინ კულli დანბინ. თაუბა მონანიება არის ვაჯიბი ყველანაირი ცოდვისთვის. فإن كانت المعصية بين العبد وبين الله تعالى لا تتعلق بحق آدمين فلها ثلاثة شروط. თუ ცოდვა საქმე, ანუ თუ ალლაჰის შორის და ადამიანის შორის იყო მხოლოდ და მხოლოდ ცოდვა, რომელიც არ ეხება ადამიანს, ანუ ადამიანს არ ქონდა სხვა ადამიანის მიმართ რაღაც ჩადენილი, მაშინ მონანიებას აქვს სამი პირობა. აჰადუჰუმა პირველი პირობა ან იუყლია ანილ მასია, რომ იმ ცოდვას ეგრევე თავი დაანებოს, რომელსაც თაუბას აკეთებს, მიანებოს ის ცოდვა, მოშორდეს მაგას. ათანი მეორე პირობა ან იანდამა ან ფიალიჰა, რომ უნდა ინანოს, რომ ის ცოდვა ჩაიდინა, უნდა ინანოს. მესამე ან იაზიმა ან ლა იაუდა ილაიჰა აბადან. კიცე განზრახულება უნდა კონდეს, რომ ამ ცოდვასთან არადოს არ დაუბრუნდება. ეს არის მესამე. فإن فقد أحد الثلاث لم تصح توبته. და თუ დაკარგა იმამ ნავავი იძახის ერთ-ერთი ამ პირობებისგან, მისი თაუბა არ იქნება საჰიჰი, არ იქნება მიღებული. وإن كانت المعصية تتعلق بآدمين فشروطها أربعة. მაგრამ თუ ცოდვა ასევე ეხება ადამიანის ჰაკს, ადამიანის უფლებას, აქ ემატება მეოთხე პირობა. هذه ثلاث اسامي رومي ჩვენ ხა წავიკითხეთ وان يبرأ من حق صاحبها და რომ ანუ თავისი ანუ ასე ვთქვათ ბოდიში მოიხადოს ჰაკი აიღოს იმ ადამიანისგან ვისაც აწყეინა რომ აპატიოს ის ადამიანი. فإن كانت مالا أو نحوه رده إليه. თუ მაგალითად ეს იყო ეხება ფულს ან სხვა რაღაც რაც მაგას გავს, აუცილებლად უნდა დაუბრუნოს. وإن كانت حد قذف أو نحوه مكنه منه أو طلب عفوه. მაგრამ თუ შეიძლება მაგალითად ცუდად ილაპარაკ ადამიანზე ან მოიტყვა ადამიანზე მის ზურგის უკან, აუცილებელი მისთვის რომ მივიდეს იმ ადამიანთან და ბოდიში მოისწროს მისგან. وإن كانت غيبة استحلها منها. და თუ არის ღიბა, თუ გაკეთა ადამიანმა ღიბა სხვა ადამიანზე, უნდა მივიდეს მაგასთან და უნდა სწროს ჰალალი. ანუ ასასრულ დღეს რომ პასუხი მაგას არ კონდეს. ზემოთ რა არის ღიბა, ვის ახსოვს აბა? ღიბა რა არის, ვის ახსოვს? არა. ღიბა ვის ახსოვს? ხო, რა არის ღიბათი? არა, ჭორაობა რა, აბა რას გულისხმობ შენ ჭორაობად? ამ ჰადისში მოდის რომ მაგალითად რაც შენ ძმას არ მოეწონა იმაზე რასაც საუბრობ, ეგ არის ჭორაობა ძმის მიმართ. თუ არისო, მაშინ ეგ არის თუ დაუშვათ არ არის, მაშინ ეგ არის ცილის სამება. ხო, ანუ ჭორაობა, ღიბა, ასე ვთქვათ, ჭორაობა თქვათ ეგრე ვიტყვით და შუამამა სალასალამ თქვა, რა თქვა? ეს არის ის, როცა შენ ლაპარაკობ შენ ძმაზე მის ზურგას უკან იმას, რაც მაგას არ მოსწონს. რომც იყოს სიმართლეო. ნახეთ, ეს არის ძალანიშნულოვანი. ზოგიერთ ხალხს რა გონია, რომ ანუ ღიბას აკეთებს და მაგრამ მე ეძახეთ, მაგრამ მე ხო სიმართლეს ვიძახი. ეგ მაგას ანიშნავს, რომ მან ცოდვას არ აკეთებს. ანუ ეს არის რა, ანუ ისლამი გვაჩვენებს, რომ რამდენად პატივს სცემს რას, ადამიანის გრძნობებს, ადამიანის პატივს სცემს და ასე შემდეგ. რომს ეს იყოს მასში, არ უნდა თქვათ მაგაზე. კარგი. მე შეიხი იძახის, ويجب ان يتوب من جميع الذنوب. აუცილებელი ადამიანისთვის რომ ყველანაირი ცოდვებისგან ან თაუბა გააკეთოსო. فإن تاب من بعدها صحت توبته. თუ მაგალითად ზოგიერთი ცოდვისგან გააკეთა თაუბა, ანუ მისი თაუბა არის მიღებული. عند اهل الحق, ანუ اهل الحقისგან. من ذلك الذنب იმ ცოდვისგან وبقي عليه الباقي. მაგრამ სხვა ცოდვები მას დარჩება. ანუ შეხერას იძახის, თუ მაგალითად ხალხს აქვს მაგალითად რამოდენიმე ცოდვა. ანუ სხვადასხვა ცოდვა, სიტყვაზე სიგარეტს ეწევა, ალკოჰოლს ვაოს, ან ზინას აკეთებს. თუ მაგალითად გააკეთა თაუბა მხოლოდ ზინასგან, დანაშენებისგან თაუბა ხوار გაუკეთებია, მისი თაუბა ზინასგან მაინც არის მიღებული. მაგრამ იმაზე ცოდვა მაინც რჩება.
وقد تظاهرت دلائل الكتاب والسنة وإجماع الأمة على الوجوب توبة. تزام بيوري شيخ إذا زام بيوري أرز موصول حديث بي دا آيات بي قرآن شيء دا سنة شيء أسوي علم بيسيط بي دا أسوي علم بيسيط غيرهم أو تسلي بيري أرز توبة إس كاكتب منانية بس كاكتبه. قال الله تعالى وزنا اسم الله متكوا وتوبوا إلى الله جميعا أيها المؤمنون لعلكم تفلحون. دا موينانية تقولني أي مرسمنبو إميسيس رم تكويندرا إكنبيت أنو تأرمتبولني. أسوي زنا اسم متكوا وأن استغفروا ربكم ثم توبوا إليه. باتي بس خوت الله أنو إميسيس رم باتي بس خوت الله دا موينانية ميستويسو. وقال تعالى أسوي زنا اسم متكوا يا أيها الذين آمنوا أي تكوين رم لبيت إتمونيت توبوا إلى الله توبة نصوحا. أنو توبة قويت موينانية الله اسمي مرت قرص بلي منانية بيت. الشرح شيخ ابن سيمين إزاخيس. التوبة لغة توبة عربو لنا شراش نيسناوس أنو إنيس أنو شينارسي من تاب يتوب إذا رجع. توبة نيس أنو دبروني بس نيسناوس. إساريس أنو إنيز ميبو على شريعة ولد. وشرعا رشيخ بشريعة رش نيسناوس توبة الرجوع من معصية الله تعالى إلى طاعته. دبروني با الله اسمي مرد أنو ميتوبة الله اس أنو أراد مرشيلبا ميتوبة إميس دا مرشيلبا الله اسمي مرد أنو شنو داتو ورا أراد مرشيلبا صدقنا داتو دا وبرندبي الله اسكين دا مرشيلبيسكين. إساري شريعة التوبة. وأعظمها وأجوبها التوبة من الكفر إلى الإيمان. تقول زي ساسرا فواسيت قال قول زي واجبي منانية بأريس كفر إزغان أريس أوس منانية بإزغان إيمانيس ميمارت. قال الله تعالى اللهم وزنا اسمت قل للذين كفروا أدخل إيمات وينس أريرز منيس إن ينتحوا توغا شردبيان يغفر لهم ما قد سلف. الله ما قد أبات يبس إيماس راتيقو أكام ديو. ثم يليها التوبة من الكبائر كبائر الذنوب. شيخ إدخيس ما جسم مودي سوكي توبة ديدي صدوي بيزغان. ثم المرتبة الثالثة مير مسامي دوني التوبة من صغائر الذنوب منانيبا بطارات صدوي بيزغان. والواجب على المرء أو تلبيليا أدميانيستوس أن يتوب إلى الله سبحانه وتعالى من كل ذنب. رمبوينانيوس الله اسمي مرت موينانيوس نبيس ميري صدوي بيزغان. زوجي خسراغون يزمبورون تو بطارات صدوا شما صلى الله عليه وسلم قرأت خو كارجي ساكمي بشريس تود ساكميبس. زوجي خسغوني روم بطارات ساكميبس أنو إسرائيل تعمشله برا. توبة سارغاوغيت أرا ماينز واجبية روم يقص بطارات صدبي توبة كاكتبا. وللتوبة شروط ثلاثة. مناني بس عكسو سامي بيروبا شيخ إزاخيس شيخ ابن سيمين. قال الله كما قال المؤلف رغت كو أبطر ما أنو إماما نوما ولكنها بالتتبع تبلغ إلى 5. مغرم رونك أغت شوخيدوت أم تيماشي شو ناخذ روم ماغا ساك خوتي بيروبا. الشرط الأول بيروبا الإخلاص لله قلت بيروبا الله اس ميمارت بأن يكون قصد الإنسان بتوبته وجه الله عز وجل وأن يتوب الله عليه. روم أدميانيس غانزرا خروت أكتبس توباس يقص الله اسمه قبيلبا تروم الله ما ميغوس ميسي توبة ويتجاوز عما فعل من المعصية. داروم تاوي شيء أوس إم تصدويزغان روميليس أسرو لبدا. لا يقصد بذلك مراءة الناس. أروندا تاوي سموناني بيت أم إما داميان خلق ميمان تربخوبا والتقرب إليهم أن يخلو بخلق استويس. ولا يقصد بذلك دفع الأذية من السلطان وولي الأمر. داسي أروندا تاوي سي توبيس كامو روم موشوردس أن تاوي دايتواس مارتويليزغان دا أسي شمدك. وإنما يقصد بذلك وجه الله ودار الآخرة. ماغا سوندا تاوي سي منانيب خولت الله اسمه قبيله بدا آخرتي وأن يعفو الله عن ذنوبه. درم الله ما أباتيوس ميسي صدوبي. الشرط الثاني زمبو اس ناخذ زمبو تخونا مكنبه كوينتس خانا موديت اي ريولي بيت موديت باتارا ان تليفون شيغيدا ჩაზაროთ პრობლემა არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზმებო. ეს შურუტები, პირობები მე შემდეგ გაგვიწევთ თქვენ კითხავთ. მის ქართულიდან კარგად ის მაგას ვკითხავ. الشرط الثاني ميور بيروبا الندم على ما فعل من المعصية. أنو أدميان إنانوس روم شايدينا الصدوة لأن شعور الإنسان بالندم هو الذي يدل على أنه صادق في التوبة. إمتى روت أدميان غرزنوبس ومارتا نانوبس إسا إميز دامادوس تربيلي باكتيرو أدميان أريز غرز بيلي تاويس منانية باشي بمعنى أن يتحسر على ما سبق منه. إميز تويس أنو أدميان أندا إنانوس იმ ცოდვის გამო რაც ჩაიდინა وينكسر من أجله და თავი უნდა იყოს დამტრეულად ასე ვთქვათ. ولا يرى أنه في حل منه حتى يتوب منه إلى الله. და თავის თავი არ უნდა ეგონოს რომ თავისუფლებაშია ამ ცოდვისგან სანამ თაობას არ გააკეთებს.
الشرط الثالث მესამე პირობა أن يقلع عن الذنب الذي هو فيه რომ მოშორდეს ან დაანებოს იმ ცოდვას რომელსაც აკეთებდა وهذا من أهم شروطه და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა الإقلاع عن الذنب რას ნიშნავს ცოდვის მიტოვება إن كانت الذنب ترك الواجب თუ არის ცოდვა ვაჯიბის მიტოვება მაგალითად სიტყვაზე ადამიანმა ლოცვა მიატოვა სიტყვაზე فالإقلاع عنه بفعله ماشي იმ ცოდვის მიტოვება როგორ არის იმ საქმის შესრულება ანუ ლოცვის შესრულება مثل أن يكون شخص لا يزكي მაგალითად ადამიანი ზაქატს არ აძლევს فأراد أن يتوب إلى الله მაგას უნდა მონანიებას შესრულება უნდა მოინანიოს فلا بد أن يخرج الزكاة التي مدت ولم يؤدي აუცილებელია მისთვის გამოიყენოს ის ზაქათის ფული ან რაც არის და მისცეს რაც გაიარა ანუ წელი გაიარა არ მისცა ზაქათი თაობა უნდა აუცილებელია ზაქათი მისცეს და მაგის მიერ მიიღება მისი თაობა وإذا كان الإنسان مقصرا في بر الوالدين მაგალითად შეიძლება ადამიანი პატივს არ ასწრებს თავის მშობლებს فإنه يجب عليه أن يقوم ببرهما აუცილებელია მისთვის რომ პატივი ეცეს თავის მშობლებს მოусმინოს და ემორჩილოს ხალალში და ასე შემდეგ ზოგიერთ ხალხს რა გონია რომ მაგალითად სიტყვაზე მშობელი ეუბნება თავის შვილს რაღაცა გააკეთოს რაც არის ჰარამი და შვილი მაგას არ აკეთებს ის ისო ცოდვა მშობელი რას ეუბნება მაგას რომ მაგრამ შეხო მე უნდა დამემორჩილო ალლაჰმა ხო გიბზანა მე უნდა დამემორჩილო შვილი უნდა მაგას უთხრას კი მიბზანა მაგრამ ჰალალში ჩემო კარგო ჩემო დედა ჩემო მამა ასე თქვა ანუ ლამაზად აუხსნას რომ მე ალლაჰმა მიბზანა დაგემორჩილო შენ ჰალალში და არა ჰარამში وإذا كان مقصرا في صلة الرحم და თუ მაგალითად ადამიანი ანუ მაგასა გაწყვეტილი ნათესაობრივი კავშირი فإنه يجب عليه أن يصل الرحم მისთვის არის აუცილებელი რომ ეს კავშირი შეინარჩუნოს ანუ ნათესაობრივი კავშირი ძმებო სუბჰანა ჰადისი არის შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მიახლოების შენ არის მახსოვს წაკითხული მაგ მან თქვა რომ ალლაჰი შეწყვიტავს ანუ ურთიერთობას ანუ რისხს არ მისცეს იმას ვინც წვიტავს ნათესაობრივ კავშირს და ვინც ინარჩუნებს ნათესაობრივ კავშირსო შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ალლაჰმა მაგას სისხლს გაუგზელებს და რისხს მოუმატებს ნახეთ რა დიდი მადლია ვინც ინახავთ ნათესაობრივ კავშირს وإن كانت المعصية بفعل محرم მაგრამ თუ ცოდვა არის ადამიანი აკეთებს რაღაცა ჰარამს فالواجب أن يقلع عنه فورا აუცილებელია მისთვის უცებ დანებება იმ ცოდვის ولا يبقى فيه ولا لحظة არც ერთი მომენტი არ დარჩეს იმ ცოდვაზე فإذا كانت من أكل الربا مثلا მაგალითად ადამიანი ჭამს პროცენტებს فالواجب أن يتخلص من الربا فورا აუცილებელია მისთვის რომ მოშორდეს პროცენტებისგან ეგრევე بتركه والبعد عنه დატოვოს ის პროცენტები და მოშორდეს მაგას وإخراج ما اكتسب عن طريق الربا და ის ფული რაც იშოვა პროცენტებით ყველაფერი უნდა ამოიღოს ის ფული إذا كانت المعصية بالغش والكذب على الناس وخيانة الأمانة და თუ ცოდვა იყო მაგალითად ადამიანს მოატყო ადამიანი ანუ ასე ვთქვა ჟულიკობა გააკეთა ასე ვთქვა და დაკარგა ნდობა ხალხის წინაშე فالواجب عليه أن يقلع عن ذلك აუცილებელია მისთვის იმ ცოდვის ეგრევე მიტოვება وإذا كان قد اكتسب مالا من هذا الطريق المحرم და თუ ადამიანმა ეგეთი ჰარამიანი გზით იშოვა ფული ანუ ხალხი მოატყო და ასე შემდეგ ფული ეგრე იშოვა فالواجب عليه أن يرده إلى صاحبه أو يستحله منه აუცილებელია მისთვის იმ ადამიანის ეს ფული დაუბრუნოს იმას ვისაც ეკუთვნის ეს ფული ან სთხოვოს მაგას ჰალალი ანუ პატიებას თხოვოს وإذا كانت غيبة და თუ არის ღიბათი ანუ რასაც ჩვენ ახლა წეგავ თქვით فالواجب أن يقلع عن غيبة الناس والتكلم في أعراضهم აუცილებელია მისთვის მიტოვება ღიბათის და ხალხს ლაპარაკი მათ ნამუსზე أما أن يقول إنه تائب إلى الله وهو مصر على ترك الواجب მაგრამ თუ ადამიანი იძახის რომ მე ვნანო მე თაობა გავაკეთე მაგრამ ამავე დროს აგზელებს იმ ცოდვას أو مصر على فعل المحرم ანუ აგზელებს რას ანუ დატოვა რაღაც ვაჯიბი როგორც ლოცვა მაგალითად ამ მარხვა ან ზაქათი მაგრამ ამბობს რომ მე ვნანო მე თაობას ვაკეთებ ან შეიხიძახის ან აგზელებს რაღაცა ცოდვას გაკეთება როგორც მაგალითად ალკოჰოლის დალევა ზინა მრუშობა და ასე შემდეგ فإن هذه توبة غير مقبولة ჭეშმარიტ ეს თაობა არ იქნება მიღებულიო بل إن هذه توبة كالاستهزاء بالله عز وجل პირიქით ეს თაობა არის როგორც დაცინვა ალლაჰზე ან ასე თქვა დაცინვა ალლაჰზე عز وجل كيف تتوب إلى الله عز وجل وأنت مصر على معصيته როგორ შენ თაობას აკეთებ როგორ შენ ნანობ ალლაჰის მიმართ და ამავე დროს შენ ცოდვებს ანუ აგზელებ იმ ცოდვის შესრულებას لو أنك تعامل بشرا من الناس წარმოიდგინე შეიხიძახის რომ შენ გაქვს რაღაცა ურთიერთობა ხალხთან تقول أنا تبت إليك وأنا نادم لا أعود ანუ რაღაცა გავუკეთე ცუდი ადამიანს და ეუბნები მაგას რომ მე ვნანობ
მე არ დაუბრუნდები ის ცოდვას ბოდიში და ასე შემდეგ თუმა ფი ნიატიკა ვა ფი ყალბიკ ანაკა სატაუდ მაგრამ შენს გულში და შენს განზრახვაში რა არის რომ დაუბრუნდები ამ ცოდვას ანუ იმ ადამიანის მიმართ ვაუდთა და მართლა დაუბრუნდი იმ ცოდვას فا إن هذه سخرية بالرجل ეს არის დამცირება ან დაცინვა იმ ადამიანზე ანუ ვისაც შენ უთხარი რომ მემნანობ فكيف بالله رب العالمين მაგრამ რა უკვე თქვათ რომ ალლაჰზე عز وجل რა უკვე მაგაზე ვთქვათ فالإنسان التائب حقيقة هو الذي يقلع عن الذنب ამიტომ ადამიანი რომელიც მართლა ანუ გურწფელას ნანობს ეს არის ის ადამიანი ვინც ანებებს ანებებს ცოდვას ومن الغريب أن بعض الناس تجلس إليه და არის უცნაური რომ ზოგიერთი ხალხი შენ მაგათთან ერთად ზიხარ وتجده يتأوه من وجود الربا ის ლაპარაკობს ცუდად ანუ პროცენტებს იცახის ახლა ცუდია პროცენტები ცოდვა და ასე შემდეგ არ მოსწონს وهو في نفسه يرابي والعياذ بالله მაგრამ თვითონ პროცენტებით შეულოს ფულს والعياذ بالله أو يتأوه من الغيبة وأكل اللحوم الناس ან შეიძლება ღიბაზე ცუდად ლაპარაკობს რა ცუდია ეს ღიბათი რა ცუდია რომ ხალხი ერთმანეთს ცუდ ლაპარაკობს وهو من أكثر الناس غيبة მაგრამ თვითონ ყველაზე მეტად ლაპარაკობს ანუ ღიბას აკეთებს نسأل الله العافية الله სთხოვს დახმარებას ამინ ან დაცვას أو يتأوه من كذب ودياع الأمانة في الناس ან ლაპარაკობს იმაზე რა ცუდია რომ ხალხმა დაკარგა ნდობა ერთმანეთში ან ხალხი ძალიან ბევრს ტყუის وهو من أكذب الناس وأدياعهم للأمانة მაგრამ ამავე დროს ეს ადამიანი ყველაზე ბევრად იტყუება და ყველაზე ანუ ის ადამიანი დიდი ადამიანი ვინც კარგავს ანუ ხალხის მიმართ რას ნდობას على كل حال نبيسمент მდგომარეობაში الإنسان لابد أن يقلع عن الذنب الذي تاب منه აუცილებელი ადამიანისთვის მიტოვება იმ ცოდვის რომელსაც მოინანია فإن لم يقلع فتوبته مردودة ولا تنفعه عند الله عز وجل მაგრამ თუ არ მიატოვა ის ცოდვა მისი ცოდვა იქნება უარყოფითი და არ იქნება მიიღებული ალლაჰის წინაშე والإقلاع عن الذنب إما أن يكون إقلاعا عن ذنب يتعلق في حق الله عز وجل ცოდვის მიტოვება არის ან ის ცოდვა რომელიც ეხება შენს ურთიერთობას ანუ ალლაჰთან მარტო შენ და შენ ალლაჰის შორის არის فهذا يكفي أن تتوب بينك وبين ربك აქ არის საკმარისი რომ მოინანია მხოლოდ და მხოლოდ შენს შორის და ალლაჰის შორის ولا ينبغي بل قد نقول და არ გინდა არამედ ჩვენ ვიტყვით რომ არ შეიძლება لا يجوز არ შეიძლება أن تحدث الناس بما صنعت من المحرم أو ترك الواجب ეს არის ძალიან შეიძლება შეცდომა ხალხის მებო შეეხიზახის რომ არ შეიძლება ანუ ჰარამია რომ ილაპარაკო შენ ცოდვებზე ან ის რაღაცა შენ გაკეთე ან სიტყვა შენ მიატოვი რაღაცა ვაჯიბი არ შეიძლება მაგაზე ლაპარაკი ხალხის წინაშე لأن هذا بينك وبين الله იმიტომ ეს არის მხოლოდ შენს და ალლაჰის შორის მეთის შორის فإذا كان الله قد من عليك بالستر და თუ ალლაჰმა შენ შეგიწყალა იმით რომ დაფარა შენი ცოდვები وسترك عن العباد და დამალა შენი ცოდვები ანუ ხალხისგან فلا تحدث أحدا بما صنعت إذا تبت إلى الله არავის არ მოუყვა შენი ცოდვები არავის ხალხისგან თუ შენ მოინანია وقد قال النبي صلى الله عليه وسلم شمام صلى الله عليه وسلم თქვა كل أمتي معافى إلى المجاهرين ყველა ჩემ უმათის ხალხს ექნება ანუ ეპატიება გარდა იმათ ვინც ხმამაღლა ლაპარაკობდა თავის ცოდვებს ანუ უყვებოდა თავის ცოდვებს ხალხს ومن المجاهرة كما جاء في الحديث და ხმამაღლა ლაპარაკი ცოდვებს რა არის შეიხი ძახის როგორც მოვიდა حديثში شمام صلى الله عليه وسلم თქვა أن يعمل الرجل بالليل عملا მამაკაცი ვიღაცა აკეთებს რაღაცა საქმეს ღამე აკეთებს რაღაცა ცოდვას ثم يصبح وقد ستره الله მერე გათენდა და ალლაჰმა დაფარა მისი ცოდვა ანუ არაჩვენა მისი ცოდვა ხალხს فيقول მერე ის მამაკაცი ის ადამიანი იძახი يا فلان ეგეთო ანუ ეძახის და ეუბნება عملت البارحة كذا وكذا غامي მე გავაკეთე ასეთი და ასეთი ცოდვა إلا أن بعض العلماء قال أنه إسرائيل من حرامي أشيلبا إسرائيل حرامي ده أشيلبا رقص فين بيتي شيخ إزاخيس أكثر أماز جامود مقلت فيت بتشينز جانو شيخ إزاخيس ما جان تواريس مقاليت مارتويلي أميري تتقول راس إسلام وركيو قناة سيتقازي إمامي مارتويلي شو زاد ما يسمي ويدس مقاستان مقاس موقوس رونغاك إذا تصدوا تويس على إسات تصدوا روميش على واجب حدي დასჯა მაგალითად სიტყვაზე ადამიანს ზინა გაკეთე მაგასაც დასჯა ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს რომ მივიდეს ამირთან მაგას მოუყვეს და იმის და რომ დასჯის ეს იქნება მისი თაობა მაგრამ მიუხედავად იმისა შეიხი იძახის რომ მაინც უმჯობესია მაგისგანაც დაფაროს ანუ მაგასაც არ მოუყვეს უმჯობესია ამა اذا كان الذنب بينك وبين الخلق მაგა თუ შენი ცოდვა იყო ანუ ხალხის შორის შენ და ვიღაცა ადამიანის შორის فإن كان مالا فلا بد أن تؤديه إلى صاحبه تو მაგალითად იყო ფული სიტყვაზე ვიღაცისგან წართი ფული აუცილებელია დაბრუნება იმ ფულის იმ ადამიანისთვის ولا تقبل توبة إلا بأدائه და არ მიიღება შენი თაობა თუ მაგა ამ ფულს არ დაუბრუნებო
مثل أن تكون قد سرقت مالا من شخص وتبت من هذا ما قال تشي مبارا بيغاتيس كان بولي تمري موينانيه فلا بد أن توصل المسروق إلى مسروق منه أو سيربيل شين تسرو اس بولي رمشي مبارا داوبرون إماس بيزغانا شين مبارا أو جحدت حق لشخص أما قال تشي ورقي بيغاس أداميانيس أوبليباس ورقي أداميانيس أوبليباس حقس كأن يكون في ذمتك دينا لإنسان وأنكرته ما قال تشين غاك والي بغاس أدميان غاك والي تشين إس والي ورقون أرغير روشين والي غاك ثم تبت دمير موينانية فلا بد أن تذهب إلى صاحب الدين الذي أنكرته أو تسلبي شين تزرم تخوي إما دميان تان فيستنا شين غاك والي فيسا شين ورقي وتقر عنده وتعترف حتى يأخذ حقه أنا بودي شو نموخذ ماجس حقي ونستخوه سلام أرجبات يبسو شنو فإن كان قد مات ده تو إس مقطع أدميان بيس شنو ده ميس بولي مقطع إس أدميان فإنك تعطيه ورثته شنو ده ميس إس بولي ميس ممكن يدريبس فإن لم تعرفهم ماجم توشي ماجد أريسنوب أو غاب عنك هذا الرجل أن بريبو إس أدمياني ولم تعرف له مكانا ده أريس صدر إس أدمياني فتصدق به عنه تخلصا منه ماشي صدقة سازلو إمبوليت أنو مش ماجي إما دمياس ماجيورات والله سبحانه وتعالى يعلمه ويعطيه إياه الله يكيد عز وجل ده ميسم سعود سلبت إما دمياس أما إذا كان المعصية التي فعلتها مع البشر ضربا وما أشبهه ماجم تو شيني صدوة على إيستي روم شين بيغاسس دارقي بيغاس دمياس دارقي أن ماجدا غواري فاذهب إليه ومكنه من أن يضربك مثل ما ضربته تادي ما دميانتان და მიეცე საშუალება დაგარტყას ისე როგორც შენ მაგას დაარტყი إن كان على زهر فعلى زهر თუ დაარტყი შენ მაგას ზურგზე ისაც დაგარტყას შენ ზურგზე وإن كان على رأس فعلى رأس თუ დაარტყი შენ მაგას სახეზე თავზე ისაც უნდა დაგარტყას შენ სახეზე თავზე أو في أي مكان ضربته فليختص منك نبسم أدغل سالا شين دارقي أنو شوري უნდა იწიოს შენზე იგივე დონით لقول الله تعالى وزنا اسم الله من قرآن شتوا وجزاء سيئة سيئة مثلها أنو بورot استويس أنو أنا زغورب أريس إيجي سبورته ولقوله أسف وزنا اسم الله متكوا فمن اعتدى عليكم فاعتدوا عليه بمثل ما اعتدى عليكم توينز قداوي زغوربس تكوينتانو توينز قداوي إيجي زغوربس ميستان إيسه لوجوز قداوي زغوارس تكوينتانو وإن كان بقول ما قال فيغاتا شورات قوم ميقين سيتويت أي أذية بالقول أنه شين شياتك سيتويت بغات عدمياني مثل أن تكون قد سببته أمام الناس ووبخته وعيرته شين شورات قوم ميقين إما داميانس خلقشي دهام سيريس عدمياني خلقشي فلا بد أن تذهب إليه وتستحل منه بما تتفقان عليه أو تسلبت على شين أو تسلبت أخوي إما داميانتان دستخو ماغاس باتيبا أنت شت تخذ إمازه لازم تكون أوريوي خارج تنخما حتى لو قال لا أسمح لك إلا بكذا وكذا من الدراهم فأعطيه ناخذ شيخ الزخيس تمدس روم أدميان شين جيتويس ويسا شين شروطكم ميقين ميشن أرغاباتيب سانام شين أمامسن أمدن بولساس ماشين ميتسيو إسبوليو روم غاباتيوسو الرابع ميوتخي أن يكون الحق غيبة ثم قالت شين غيبة غاكتي أدميان اسمي بار غيبة رالز ميو غامخ سنتبا جورو براريس خو أنو رالز كارتو دروخسنا რაც სიმართლეა, բայց მის რაც სიმართლესაც ლაპარაკობ და რაც მას არ მოსწონს. ხო, როცა შენ ლაპარაკობ, შენი ძმის ზურგის უკან ეს არის მნიშვნელოვანი. ზურგის უკან იმას, რაც მაგას არ მოსწონს, რომც იყოს სიმართლე. იმიტომ რომ თუ ეუნები მაგას სახეში, ეს ღიბათი არ არის. ეს უკვე რა არის? შეურაცხყოფა, შათმი. ეს არ უკვე შეურაცხყოფა. ღიბათი არის მებო, როცა ზურგის უკან ლაპარაკობს ადამიანი. ერთი მინდა რაღაც გამახსენდე. იმამ შაფი რა თქვა მებო? იმამ შაფი თქვა რომ ვის მე ნასიხათს მადლევს ან მისწორებს მე ხალხის წინაშე მე არ მივიღებ მის ეს არის შეურაცხყოფაო ეს არის შეცდომაძმება როცა ვიღაცა მაგალითად ხედა ვიღაცას რაღაცა შეცდომას გაკეთებს რაღაცა ცოდვა გაკეთა შენ შეგიძლია გაასწორო გვერდზე გაიყვანე ხალხის წინაშე ნუასწორებ ხალხი ეს ხო ეს არის დამცირება შარიაში ითქვა დამცირება შეურაცხყოფა მის ანუ იმ ადამიანის الرابع ميوت غيبة توارد غيبتي يعني أنك تكلمت به في غيبته شين إلا بارك أدميان زميز زورجي سوقا وقدحت فيه عند الناس وهو غايب دا إلا بارك أنه أدميان زي تودت ميز زورجي سوقا روسا إسعريقو فهذه اختلف فيها العلماء علي بمس عبد رامو دينيمي
რამოდენიმე სიტყვა. ზოგადად აქ ხა მაგას არ წავიდხევ. მოკლედ ვიტყვი ამ მაგას, შეხ რას იძახის, რომ ალიმები იძახიან თუ შენ გააკეთე ვიღას ადამიანზე ღეიბათი და გიან თაობა გააკეთო, ალიმები იძახიან აქ არის ორი აზრი. პირველი რომ შენ უნდა მიხვიდე იმ ადამიანთან, უნდა უთხრა მაგას ბოდიში ძმა, მე შენს ზუგის უკან ვილაპარაკე, მაპატიე და გაპატებს ეგრე. მაგრამ მეორე აზრი უფრო ეს არის უფრო სწორი, თუ შენ ადამიანზე ვიზა შენ ილაპარაკე, არ მივიდა მაგამდე, არ გაიგო შენ მაგაზე ცუდად ილაპარაკე, ამ შემთხვევაში შენ კარგად ლაპარაკობ იმ ადამიანზე, იმ ხალხთან, სადაც ილაპარაკე ცუდად იმ ადამიანზე. და ასევე სიკეთეს იძახი იმ რა კაი ადამიანია, ასევე იძახი რომ შენ ცუდად გააკეთე რომ ილაპარაკე იმ ადამიანის ზურგის უკან, ხო? და ასევე დუას აკეთებ იმ ადამიანისთვის. იმიტომ რომ შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, კაფარატუ მან იხტაბტაჰუ ან ტასტაღფირა ლაჰუ. რომ პატიება, შენი ღეიბათის პატიება ადამიანისთვის არის ის, რომ შენ აკეთებ მისთვის დუა, რომ ღმერთი მაგას აპატიოს. მაგრამ ეს სახი არის მე სუსტი ჰადისია, როგორც თქვა, არ არის სახი ჰადისი, როგორც თქვა შეიხმა ალ-ალბალმა. მეოთხე პირობა, ფაჰუალ აზმუ ალა ან ლა ტაუდა ფილ მუსტაყბალ. შენ უნდა კონდეს მტკიცე განზრახვა, რომ არ დაუბრუნდები იმ ცოდვას მომავალში. بل إنك لن تعود إلى هذا العمل في المستقبل فإن كنت تنوي أن تعود إليه عندما تسمح لك الفرصة فإن توبة لا تصح. მაგრამ შენ თუ კონდა განზრახვა, როცა გამოგიშტება შენ შანსი დაუბრუნდები ამ ცოდვას და გაკეთე განზრახვა დაუბრუნდები, შენი მონანიება არ არის მიღებული. مثلا შეიხი ძახის მაგალითად رجل كان والعياذ بالله يستعين بالمال على معصية الله. ვიღაცა მამაკაცი იყენებდა თავის ფულს იმისთვის რომ ცოდვები ჩაედინებინა. يشتري به مسكرات ყიდვებს ამ ფულით ალკოჰოლს. يذهب إلى البلاد يزني. მიდის სხვა ქვეყნებში ზინას აკეთებს والعياذ بالله. ويسكر და ალკოჰოლს იღებს. فأصيب بفقر فقال მაგას შეეხურა, ღატაკი გახდა ეს ადამიანი, ფული დაკარგა და მერე იძახის. اللهم إني تبت إليك. ღმერთო შემო მე ხა აი თაობას ვაკეთებ შენსთვისო. وهو كاذب. მაგას სინამდვილეში ის ტყუის. يقول أمبس تبت إليك ما توبة وقتب وهو في نيته أنه إذا عادت الأمور إلى مجاريها الأولى فعل فعله الأول. თავის მაგას აქ ნიათი განზრახა თუ დაუბრუნდება ის მდგომარეობა რომელიც თავიდან მაგას ჰქონდა ფული გაუჩნდება ისე დაუბრუნდება იმ ცოდვას მისი თაუბათი არ არის მიღებული როგორც იძახი შეიხი. هذه توبة عاجز. ეს არის თაუბა იმ ადამიანის ვისაც ძალა არ აქვს ასე ვთქვათ. تبت أو لم تتب لست بقادر على فعل المعصية. شن قاعدة منانيبة أنا قاعدة شن أرشقيلة تودويز قاعدة لأنه يوجد بعض الناس إمتون أرز زوجية خلقي يصاب بفقر ما قصي خبر رازا سيغتاك فيقول ميري زخيس تركت الذنوب ميبسو مين بيوانبي تودويبسو تركت الذنوب لكن يحدث قلبه أنه لو عاد إليه ما افتقده لعاد إلى المعصية مرة ثانية. მაგრამ მისი გული მას ეუბნება რომ თუ დაუბრუნდება მისი მდგომარეობა ისევ თავ როგორც იყო თავიდან, ფული დაუბრუნდება საშუალებრივად ცოდვები ჩაიდინოს, დაუბრუნდება ასევე იმ ცოდვებს. فهذه توبة غير مقبولة. ეს თაობა არ იქნება ყაბულიანი. لأنه توبة عاجز. იმიტომ რომ ეს არის ის თაობათი, ის მონანიება, რომელიც ადამიანს არ აქვს მისი საშუალება. وتوبة العاجز لا تنفعه. ბატონო უძლური და უძლორის ადამიანის თაუბათი მას არ დაეხმარება. და ბოლო შარტი რომელიც იძახის შეიხი, الشرط الخامس ამას წავიკითხეთ დავამთავრებთ დღეს. أن تكون في زمن تقبل فيه التوبة. რომ იყოს ეს მონანიება იმ დროს სანამ იქნება დრო მონანიების. فإن تاب في زمن لا تقبل فيه التوبة لم تنفعه التوبة. მაგრამ თუ მოინანია ადამიანმა იმ დროს როცა არ დაეხმარება მას მონანიება, მისი მონანიება არ იქნება ყაბულიანი. შეიხი იძახის რომელი არის ეს ორი დრო, რა დროს არ იქნება მიღებული თაობა. პირველი باعتبار كل إنسان. ეს არის ნებისმიერ ადამიანს ეხება თავის დროს, ეხება ლაპარაკი არის აქ სიკვდილზე. النوع الثاني باعتبار العموم. მეორე რაც შეეხება მთლიან ჯამში. أما الأول شيخ بيروس فلا بد أن تكون توبة قبل حلول الأجل. أو سلبي أدميان يسرم موينانيوس سنة موا أنو أوجولو برا أنو سكتيري. يعني الموت أنو سكتيري إذا شيخي. فإن كان بعد حلول الأجل فإنها لا تنفع التائبة. ما تو أدميان ما دايس مناني بزلاكتها روسو سكتيري موبيدا مس توبة أنو أزري راكس أرض إخماربا مس توبة. إميدون أزنا اسم الله متقى وليست التوبة للذين يعملون سيئات حتى إذا حضر أحدهم الموت قال إني تبت الآن. عليك نبا مغاتيس توبة
იმათვის, ვინც აკეთებდა ცუდს და მოვიდა მაგათთან სიკვდილი და იძახენ, აი ეხლა მევნანობ. როგორც ფარაონი, როცა იყო ჩაზირული მოსეს დროს ალეჰის სალამ. ჰაულაი ლეისა ლაჰუმ თაუბა. მაგათ არ ეკუთვნის მონანიება. وقال تعالى ასე უზენაეს თქვა, فلما رأوا بأسنا. როცა ნახეთ ჩვენი დასჯა. ნახეთ, როგორც ფარაონი. როცა ნახეს ჩვენი დასჯაო. قالوا ისინი თქვეს, ვინ ურწმუნოები, ან ვინ ცოდვას აკეთებდა, თქვეს, آمنا بالله. აი ხლა ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰიო. وحده მხოლოდ ერთადერთი მისი. وكفرنا بما كنا به مشركين. და ურწმუნოები ვართო იმას მიმართ, რაც ჩვენ თანაზარს უქნიდითო ალლაჰსო. فلم يكن ينفعهم الله يزخيت فلم يكن ينفعهم إيمانهم لما رأوا بأسنا ماغات არ დაიხმარება მათ ირწმენა არ დაიხმარება როცა ნახესო ჩვენი დასჯაო سنة الله التي قد خلت في عباده ეს არის ის სუნათი რომელიც ალლაჰმა დაარსა ან დააწესა მისი ხალხის მიმართ ან მორჩილების მიმართ وخسر هنالك الكافرون და მაგ დროს ურწმუნოები მიიღებენ დიდ რა ანუ ხასარათი ანუ დაკარგვა იქნება მაგათვის فالإنسان إذا عاين الموت أي إذا عاين الموت وحضره الأجل تو أدميان ما داينخ عن تاويس توالبيت سيكتوري مويدا مشتان سيكتوري فهذا يعني أنه أيس من الحياة إيش نيشاس روم أدميان وكانوا غسروي بوليا ما روم إسخوربس أنو إتسروك مكتبا فتكون توبته في غير محلها ده ميسي منانيبا عليك نبا تاويس دروس أنو عليك نبا ميس أدجيلاس بعد أن أيس من الحياة إمس مير روتس أدميان ما أوكي أنو دكارغا أنو إمس إمدي روم إسخوربس وعرف أنه لا بقاء له يذهب فيتوب غايغو روم ماغيس ميرو اوكي اردارچება იწყებს მონანიებებს გაკეთება هذه توبة اضطرار ეს არის ასე თქვათ დამორჩილი ანუ توبة ناسილნა توبة как будет ناسილნა ძალით მონანიება ასე თქვათ ძალით დაზალებული მონანიება არის ეს ანუ ადამიანს იმის გამო რომ კვდება გამოსავალი არ აქვს მაგით აკეთებს თაობას ეს არის დაზალებული თაობა ასე ვთქვათ فلا تنفعه მას ეს არ დაიხმარება ولا تقبل منه და არც იქნება მიღებული მისგან ბატონო იძულებული ხო جزاك خير იძულებული თაობა لا بد ان تكون توبه سابقه او تلبل توبه უნდა იყოს მაქამდე اما النوع الثاني ასევე ძმებო ეს არის შეხსენება ჩვენთვის ნახეთ ძმებო როგორი შეხსენება ჩვენ არ ვიცით როდის მოვკვდებით. არ ვიცით როდის მოვა ჩვენთან ისეთი რაღაცა ალლაჰმა დაგვიფაროს ყველანი ამინ. როდის მოვა ჩვენთან რაღაცა დაავადება და ბრაღდა ასე თქვა უკვე საწოლში ვიქნებით და ღმერთს მარაკნას ალლაჰმა ამინ. და ანუ ალლაჰ ჩვენ არ უნდა გადავდოთ ჩვენი მონანიება. რომს პატარა ცოტა იყოს, მით უმეტეს თუ დიდია. არ უნდა გადავდოთ ჩვენი მონანიება. არასდროს არ უნდა გადავდოთ. اما نوع ثاني რა შეხება მეორე, ანუ რა დროს არ იქნება მიღებული თაობა و هو العموم ეს არის ანუ მთლიან ჯამში. فإن رسول الله عليه الصلاة والسلام أخبر بأن شمامة صلى الله عليه وسلم تقول الحجرة لا تنقطع حتى تنقطع التوبة عليك نبا شجربولي حجرة سنم عليك نبا شجربولي توبة منانيبة ولا تنقطع التوبة حتى تطلع الشمس من مغربها دا عليك نبا شجربولي توبة سنم أرام ومزي دا سولتيدان فإذا طلعت الشمس من مغربها لم ينفع أحدا توبة და თუ იქნება ამოსული მზე ანუ დასავლეთიდან ეგეთ ადამიანს უკვე თაობა არ დაიხმარება. قال الله سبحانه اللهم وزنا اسمه თქვა يوم يأتي بعض آيات ربك لا ينفع نفسا إيمانها لم تكن آمنت من قبل أو كسبت في إيمانها خير. როცა იმ დღეს როცა ჩვენი მოვა რამოდენიმე ჩვენი ნიშნები არ დაიხმარება არავის მისი რწმენა თუ არ იწმუნა მაქამდე أن مويبوا رغس إم أنو ميسير منيستويس خيري وهذا البعض الشيخ زاخيس أك الله عز وجل يقول اسمه هو طلوع الشمس من مغربها كما فسر ذلك النبي صلى الله عليه وسلم إساريس أمزيس أموسلا تصليتان رجوز أخسنا شو ماما صلى الله عليه وسلم كاجز ما سلام قابل دبيت أبا وين جامع سيمس خوتي بيرو باك ها صادقة خوتي بيرو باك مونا نيبس روميل بيرو باك أنو سامي أتقى إمام النووي لقى الشيخ ابن سيمين رحمه الله تعالى كورس بيروبا ما يسمى كورس بيروبا какое второе есть какое еще есть условие покаяния аравин артукас магас векитхе ха авто майсаде ха
ხო, არ დაბრუნდება ცოდვისგან. პირველი თქვა გურწბელობა, მერე განზრახვა არ დაუბრუნდა ცოდვას. ხო, როცა შენ ანუ ნანობ მართალი ხარ. ეს მესამე კიდე ორი დაგვრჩა. გურწბელობა, ნანობ, ორი დაგვრჩა. დანებება ცოდვის. თუ აკეთებ ცოდვა, ეგრე უნდა დაანებო და გააკეთე თაობა როდის უნდა მოასწრო? სანამ სიკვდილი. ასე თქვა ძმეო რომ გაგვიადვილს უფრო ადვილად, 3 არის თაობა, ანუ თავარი შარტი ასე თქვა. თავარი შარტი როგორც თქვა იმამა ნავომა. ეს არის რა? არა, გურწბელობა არა. გურწბელი ისე შედის, უკვე გასაგებია. დანებება იმ ცოდვის, სინანულე იმ ცოდვის, სინანულე ნანობ მართლა და მტკიცე გაძრახვა არ დაუმრუდე შენ იმ ცოდვას. კაი, გავაგზავნოთ. ესე იგი 4 თქვით და 1 დაგვრჩა, 1 პირობა დაგვრჩა. იხლასი, ხო. კარგი, იხლასი დაგვრჩა. გურწბელი რა თქმა უნდა, ანუ გურწბელი რას ნიშნავს? ვიღაცის გამო არ უნდა მოინანი აჩვენო ვითომ ნანობ. ასე როგორც თქვა შეიხმა წინა გაკვეთილზე, მაგალითად მართველი გამოიზახა მუსლიმი და უნდა მოინანია. და იმის გამო რო ეშინია, მაგითო მოინანია, ეგაც არ არის სწორი. მისი მონანება არ იქნება მიღებული. მე შეიხი იძახის რომ ანუ ალიმებს აქვთ რამოდენიმე აზრი. მაგალითად ადამიანმა თუ მოინანია ერთი ცოდვისგან, მაგას სხვა ცოდვებს აკეთებს. მაგას სიტყვაზე ადამიანი ზინას აკეთებს, მრუშობს. მაგას სხვა ცოდვებს აკეთებს, მაგალითად სიტყვაზე რაღაც ნარკოტიკებს იღებს, ან იპარაოს, ან რაღაცას აკეთებს. ამ შემთხვევაში ალიმები თქვეს, რომ აქ არის გაყოფილი ალიმები 3 აზრად. პირველობით თქვეს, რომ არ იქნება მისი მონანება მიღებული, სანამ დანარჩენს არ დაანებებს. მეორებით თქვეს, რომ არა იქნება მიღებული, იმიტომ ერთი ცოდვა და ეს სხვა ცოდვა და მესამე თქვეს, რომ არ იქნება მიღებული, თუ ეს ცოდვა არის იგივე ცოდვისგან, ანუ თქვა იგივე კატეგორიისგან. მაგალითად, ხო, მსგავსი ან კატეგორია. მაგალითად, სიტყვაზე ადამიანი ზინას აკეთებს, მრუშობს და ამავე დროს უყურებს ბენზურ ფილმებს და ასე შემდეგ, ტელეფონი და ასე შემდეგ. ანუ ერთი კატეგორია ზინას ეხება, ერთი კატეგორია. მოინანია მრუშობისგან, ზინას უკვე არ აკეთებს, მაგრამ აგზელებს, ანუ ტიტვერა ქალებს უყურებს და ასე შემდეგ. აქ ზოგი ალიმები თქვეს, რომ მის თაობა არ არის მიღებული. მაგრამ როგორც თქვა იმამა ნავომა და ასევე შეიხმა იბნ უსეიმინა, არა მაინც იქნება მისი თაობა მაინც იქნება მიღებული. მაგრამ არ დაერქმევა ეგეთ ადამიანს ათაიბ, ანუ ვის მართან ანობს. რას ნიშნავს? კი, მისი თაობა იქნება მიღებული. მაგრამ როგორც არის ჰადისებში მოსწორი, სადაც მუჰამმად სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, ინნა ალლაჰა იუჰიბბულ ტავაბინ ვა იუჰიბბულ მუტატაჰირინ. ჭეშმარიტ ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც თაობას აკეთებს, ბევრ თაობას, ვინც ანუ ისუფთავდება სულიერად და ასე შემდეგ. მაგიტომ შეიხმა თქვა, რომ ვინც ადამიანი რომელიც აკეთებს ცოდვებს, ვერ შევა ამ ჰადისში. ასევე შეიხი იძახის ამ ნაწილში, რომ აუცილებელია ადამიანისთვის, რომ იყოს გულსფერი თავის მონანიებაში და ყოველი ცოდვის მერე მოინანიოს. როგორც თქვა იმამა ნავომა, ყოველი ცოდვის მერე არის საჭირო მონანიება და არა მხოლოდ რამოდენიმე ცოდვა და ასე შემდეგ. და ასევე იმამა ნავომა მოიყვანა ალლაჰის სიტყვები, სადაც ალლაჰმა თქვა: "ვა თუბუ ილალლაჰი ჯამიან აიუჰალ მუъმინუნ ლაალაკუმ თუფლihun." მოინანიეთ ყველანი, ვინც ირწმუნეთ, იმედით რომ თქვენ ანუ წარმატებულნი იქნებითო. და ასევე მოიყვანა: "ყულ ლილ მუъმინინა යაღუდdu min absarihim wa yahfazu furujahum." უბრძანე მორწმუნე კაცებს, რომ თავისი თვალები ანუ დაწიონ, ანუ არ შეხედონ მიგზურებს და ასე შემდეგ. და თავისი სასქესო ორგანოები დაიცვან, თავისი ნამოსი დაიცვან. "ზალიკა azka lahum." ეს არის უფრო სუფთა მაგათთვის. "ინნა ალლაჰა ხაბირٌ ბიმა yasna'un." ჭეშმარიტად ალლაჰი იცის, რას ჩასდიან, ანუ რას აკეთებენ. და ასევე ალლაჰმა ამის მერე უკვე ეუბნება ქალებს. "ვაყულ" და უთხრე მუჰამმად ანუ ქალებს, "ლილ მუъმინატი" მორწმუნე ქალებს, "იაღდუდნა მინ აბსარიჰინნა" თავისი თვალები დაწიონ, "ვა იჰფაზნა ფურუჯაჰუნნა" და თავისი ანუ ნამოსი დაიცვან. და ალლაჰმა ამ აიათების მერე ძმებო ბოლოში თქვა: "ვა თუბუ ილალლაჰი ჯამიან აიუჰალ მუъმინუნ ლაალაკუმ თუფლihun." მოინანიეთ ყველანი, ვინც ირწმუნა იმის იმედით რომ თქვენ იქნებით წარმატებულნი. ამაზე ჩვენ დავამთავრეთ რა, ანუ შესავალი.